მომავალზე საუბრისას გავრცელებული ინფორმაციით შეერთებული შტატები ემუქრება გაეროს პალესტინური დელეგაციების ვიზების გაუქმებით. თუ პალესტინის ელჩი რიად მანსური არ გაიწვევს თავის კანდიდატურას გაეროს გენერალური ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე. გაჟონილი სახელმწიფო დეპარტამენტის ჩანაწერი რიად მანსურს ადანაშაულებს იმაში, რომ ისრაელს გენოციდში არაერთხელ ადანაშაულებს და აცხადებს, რომ გაეროში მისთვის მაღალი თანამდებობის მინიჭება გაამწვავებს დაძაბულობას და დააზიანებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მშვიდობის დამყარების მცდელობებს. ალბათ ეს ცოტა მსუბუქად ნათქვამია. ისევ თქვენთან ბრუნდებით, მაიკ ვაგონჰაიმ. მართლა შესაძლებელია ეს? არ ფიქრობ, რომ საბოლოოდ ეს მოხდება ელიალი. როგორც ჩანს, ამის შემოლის გზაზე მაინც მიმდინარეობს გარკვეული განხილვები. სხვათა შორის ერთ საკითხზე ბევრი არ საუბრობს, როცა საქმე ეხება რიად მანსურის სავიზო გაუქმების შესაძლებლობას. ის არა მხოლოდ პალესტინელი, არამედ ამერიკის მოქალაქეც არის. ძნელია ამერიკის მოქალაქეს ვიზა გაუქმო. და განსხვავებით იმ შემთხვევისგან, როცა ვინმე ასე შეჭოშია ელჩი, ის გაეროშია ელჩი, ან გაეროშია წარმომადგენელი. და ვაშინგტონი გაეროს აკრედიტაციის საკითხებზე პასუხისმგებელი არ არის. ეს ცოტა არ იყოს ხელს უშლის პროცესს. ასე რომ ჩანს, რომ ამ საკითხზე რაღაც სახის კომპრომისს მიაღწევენ. ამ ეტაპზე გაურკვეველია, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი, მაგრამ შეერთებული შტატები საკმაოდ მტკიცია, როგორც მაშინ, როცა მან რამდენიმე თვის წინ ზეწოლა მოახდინა მანსურზე, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის თავმჯდომარეობის კანდიდატურა გაეწვია. ძირითადად ისინი ამბობენ, რომ ვიცე-პრეზიდენტის სტატუსით შეგიძლია გენერალური ასამბლეის სესიების თავმჯდომარეობის უფლება მოგცენ. ეს არსებითად იგივე არ არის, მაგრამ ძირითადად ხშირად გექნება უფლება, რომ ამ შეხვედრებს თავმჯდომარეობა გაუწია. მათ ასურთ, რომ ეს გადაიქცეს მუდმივ ბრძოლად იმისთვის, რომ ყურადღება არ გადაერთოს პალესტინელთა პრეტენზიებზე, რომელსაც მანსური ხშირად წამოსწრებს ხოლმე გაეროში ყურადღების ცენტრში. ამიტომ ისევ მიმდინარეობს ზეწოლის კამპანია აქ. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. თუმცა ველით, რომ მალე რაღაც შედეგი იქნება. დაახლოებით 9 საათის წინ მივმართეთ ისრაელის მისიას გაეროში. ამ ეტაპზე კომენტარზე უარი თქვეს, თუმცა განაცხადეს, რომ შესაძლოა მომავალ კვირას ჰქონდეთ რაიმე სათქმელი.